Სამდღიანი მოლაპარაკების პროცესი სოჩში დასრულებულია. შეხვედრა, რომელსაც მთელი რეგიონი მოუთმენლად ელოდა, შედგა. რუსეთის პრეზიდენტის სოჩის რეზიდენციაში ბოჩაროვ-რუჩიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ესაუბრნენ. მთავარი რაც შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დაადასტურეს არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა თავის განცხადებაში ვლადიმერ პუტინს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. სერჟ სარგისიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ კომპრომისის საფუძველზეა შესაძლებელი. რუსეთის პრეზიდენტმა კი, რომელიც ამ მოლაპარაკების შუამავალი და ინიციატორი იყო, აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული საერთაშორისო ფორმატებისა, რეგიონული კონფლიქტები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის, უნდა გადაწყდეს ისტორიული კავშირების გათვალისწინებით. არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს განხორციელებული სროლის შედეგად დაიღუპა 25 აზერბაიჯანელი და 5 სომეხის სამხედრო მოსამსახურე. В этом процессе, конечно, мы лично армянская сторона очень ссылается на იმედი მაქვს, რომ თქვენი პირადი მონაწილეობა ამ პროცესში მისცემს ახალ ბიძგს მოლაპარაკებებს. მართალი არსებობს ასევე კონფლიქტის დარეგულირების იურიდიული ბაზა, მაგრამ გაეროს რეზოლუციების მიღების შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა და ეს რეზოლუციები ფურცელზე დარჩა. აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის გაეროს 4 რეზოლუციას ეფუძნება, მაგრამ კითხვა მაქვს ბატონ ალიევთან. ამ რეზოლუციებიდან რომელი პუნქტი შეასრულა აზერბაიჯანმა? ერთადერთი ამ პუნქტების შემსრულებელი სომხეთია, რომელმაც გამოიყენა თავისი გავლენა ამ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. თუკი ჩვენ დაუბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენებს, ვფიქრობ, ერთის მხრივ კარგი იქნება, მეორეს მხრივ კი რაღაც გაიწელება. თუკი გავაგრძელებთ ერთმანეთისთვის დაბრალებას, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს ვერ გადაიჭრება. მე სიამოვნებით ვახდენი ფაქტის კონსტატაციას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობაზე და თქვენ ეს ახლახანს აღნიშნეთ, რადგან რეალურად ეს ყველაზე მთავარია. არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ადამიანური მსხვერპლია.